გამარჯობა. ალბათ ბევრს გაინტერესებთ, რა საკეთებენ რეალურად ის ადამიანები, ვინც ქსელურ მარკეტინგში დიდ წარმატებას აღწევენ. აი, დღეს სწორედ ამ საიდუმლოს ავხდით ფარდას ერიკ უორის ძალიან მაგარი 4-ნაბიჯიანი მოდელის მიხედვით. მოდი ჩავუღრმავდეთ ამას. აი, რა დგას მათი წარმატების უკან? ხომ იცით, ხშირად გონია, რომ ეს რაღაც ძალიან რთული და გაუგებარია, მაგრამ სინამდვილეში პასუხი შეიძლება ბევრად მარტივი აღმოჩნდეს. ოკეი, მოდით გეტყვით, რას გავივლით. დავიწყებთ ყველაზე მთავარით, პროდუქციის გაყიდვით. მერე ვნახავთ, როგორ ემატება ამას ბერკეტის ძალა, ანუ გუნდის შექმნა. შემდეგი ნაბიჯი იქნება მასშტაბირება, ანუ დუბლიკაცია. და ბოლოს ვნახავთ, როგორ აათმაგებს ამ ყველაფერს ეფექტური ლიდერობა. მოკლედ, 4 ნაბიჯი, რომელიც ქმნის ერთ მთლიან წარმატებულ სისტემას. დავიწყოთ. მაშასე, შეუდგეთ საქმეს. იცით, ერიკ ორი ამბობს, რომ მთელი ეს დიდი წარმატება სულ რაღაც 4 ძირითად უნარზე დგას. მოდით დავიწყოთ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილით. ყველაფრის საწყისი და საფუძველი არის პროდუქტების გაყიდვა. ოღონდ არა უბრალოდ პროდუქტების, არამედ ღირებული პროდუქტების და სერვისების. იცით, ეს არის ის ქვაკუთხედი, რაზეც მთელი შენობა დგას. რატომ? იმიტომ რომ თუ რეალურ ღირებულებას არ ვქვნით, თუ მომხმარებელს რეალურად არაფერს ვაძლევთ, მაშინ ნებისმიერი ბიზნესი უბრალოდ განწირულია. და აი აქ არის ძალიან საინტერესო მომენტი. ჩვენ არ ვსაუბრობთ რაღაც აგრესიულ თავზე მოხვევის სტილის გაყიდვებზე. არა. მთავარი მამოძრავებელი ძალა აქ არის ის, რასაც სიტყვიერ რეკლამას ვეძახით. აი წარმოიდგინეთ, ნახეთ მაგარი ფილმი და მეგობარს ეუბნებით, აუ აუცილებლად ნახე. ან დაიცავით დიეტა, რომელმაც შედეგი მოგცათ და ამას სხვას უზიარებთ. ხომ გულწრფელია, სწორედ ეს არის ყველაზე ძლიერი რეკლამა. და თანამედროვე სისტემაში ეს პროცესი საოცრად მარტივია. წარმოიდგინეთ, თქვენ არ გჭირდებათ პროდუქციის ყიდვა და საწყობება ფიქრი, არა. თქვენი როლია იყოთ შუამავალი, დააკავშიროთ მომხმარებელი პირდაპირ კომპანიასთან. კომპანია კი თავად აგზავნის პროდუქტს. თქვენ იღებთ საკომისიოს. თან არა მარტო პირველ გაყიდვაზე, არამედ ყველა განმეორებით შეკვეთაზეც. კარგით, პირველი ნაწილი გავიარეთ. ვყიდით პროდუქტს, რომელიც მოგწონს. მაგრამ ახლა გადავდივართ მეორე ძალიან მნიშვნელოვან უნარზე, გუნდის შექმნაზე. აი, სწორედ აქ შემოდის თამაში ის, რასაც ბერკეტი ქვია. და იცით, ეს არის ის, რაც ქსელურ მარკეტინგს რადიკალურად განასხვავებს სხვა, ასე ვთქვათ, გვერდითი სამუშაოებისგან. რა არის ეს ბერკეტი? მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის უნარი მიიღოს შემოსავალი არა მხოლოდ საკუთარი შრომით, არამედ სხვების შრომითაც. ანუ თქვენი შემოსავალი პირდაპირ აღარ არის დამოკიდებული თქვენს მიერ დახარჯულ დროზე. ეს არის ის გასაღები, რომელიც გაძლევთ საშუალებას თავი დააღწიოთ ამ, რამდენსაც ვიმუშავებ იმდენს მივიღებ ფორმულას. აი, ეს შედარება ალბათ ყველაზე კარგად ხსნის ყველაფერს. წარმოიდგინით, მუშაობთ თქვათ უბერის მძღოლად. სანამ საჭესთან ზიხართ და მგზავრი გადაგყავთ, ფული შემოდის. როგორც კი მანქანას აჩერებთ, შემოსავალიც ჩერდება. თქვენი დრო პირდაპირ უდრის ფულს. ქსელურ მარკეტინგში კი სულ სხვა სურათია. აქ თქვენი შემოსავალი არის თქვენი ძალისხმევა, პლუს თქვენი გუნდის ძალისხმევა. და არსებობს ერთი ფრაზა, რომელიც ამ ბერკეტის მთელ იდეას უბრალოდ გენიალურად აჯამებს. სჯობს გქონდეს 100 ადამიანის ძალისხმევის მცირე პროცენტი, ვიდრე საკუთარი თავის 100%. დაფიქრდით აბა, რამდენად ძლიერი ნათქვამია. ოღონდ აქ არის ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომელიც კარგად უნდა გავიგოთ. ანაზღაურებას იღებთ გუნდის გაყიდვებზე და არა უბრალოდ ხალხის მოყვანაზე. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ფული მოდის მაშინ, როცა თქვენი გუნდი რეალურ პროდუქტს ყიდის რეალურ მომხმარებელზე. სწორედ ეს განასხვავებს ლეგიტიმურ ქსელურ ბიზნესს არალეგალური ფინანსური პირამიდისგან. კარგი. გვაქვს პროდუქტი, გვაქვს გუნდი, რომელიც ამ პროდუქტს ყიდის. რა არის შემდეგი? შემდეგი არის მასშტაბირება. ანუ, როგორ ვაქციოთ ეს პატარა გუნდი რაღაც ბევრად უფრო დიდად. და ამის გასაღები არის მესამე უნარი, დუბლიკაცია. და რას ნიშნავს მასშტაბი? ეს ნიშნავს, რომ თქვენს ბიზნესს საზღვრები აღარ აქვს. თქვენ არ ხართ შეზღუდული ერთი ქალაქით, ან თუნდაც ერთი ქვეყნით. თქვენ შეგიძლიათ ეს წარმატებული მოდელი გაამრავლოთ, ანუ მოახდინოთ მისი დუბლიკაცია, ყველგან სადაც თქვენი კომპანია მუშაობს. ეს არის გზა, რომ თქვენი პატარა ბიზნესი გადააქციოთ გლობალურ იმპერიად. რომ გაგიმართიოთ, წარმოიდგინეთ ეს როგორც ფრენჩაიზის მოდელი. თითქოს თქვენ საკუთარი ბიზნესის ფილიალებს ხსნით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. თქვენ ასწავლით სხვებს, როგორ გაიმეორონ თქვენი წარმატება. აი, ეს არის დუბლიკაციის მთელი მაგია. და მივედით ბოლო მეოთხე ნაწილამდე. ეს არის ის ელემენტი, რომელიც უკვე შექმნილ სისტემას არა უბრალოდ აძლიერებს, არამედ ათმაგებს. ეს არის მულტიპლიკატორი და ეს არის ეფექტური ლიდერობა. მოდით მაგალითზე ვნახოთ. აიღეთ ორი ერთნაირი გუნდი. თითოეულში 100 ადამიანია. ერთი გუნდის სათავეში დგას უბრალოდ საშუალო ლიდერი, მეორეს კი ყავს ძლიერი შთამაგონებელი ლიდერი. შედეგები დრამატულად განსხვავებული იქნება. ძლიერი ლიდერი ზრდის მოტივაციას, ასწავლის, ეხმარება გუნდს და შედეგად მათი პროდუქტიულობა შეიძლება გაორმაგდეს კიდეც.
ლიდერობა პირდაპირ კავშირშია შედეგებთან. კარგი, მოდით ახლა ეს ყველაფერი შევაჯამოთ და ერთიან სურათად წარმოვიდგინოთ. ეს არის ის 4 უნარი, რომელიც ფაქტობრივად ყველაფერს ცვლის. მაშასე, 4 ძირითადი უნარი. პირველი, გაყიდვა, ოღონდ გულწრფელი, სიტყვიერი რეკლამით. მეორე, რეკრუტირება, იმისთვის რომ შევქნათ ბერკეტი. მესამე, დუბლიკაცია, რომ შევქნათ მასშტაბი. და მეოთხე, ლიდერობა, რომ გავამრავლოთ პროდუქტიულობა. აი ეს არის მთელი ფორმულა. და იცით რა არის ყველაზე მაგარი ამ ყველაფერში? ის რომ ამ 4 უნარის სწავლა 100%-ით შესაძლებელია. არავინ იბადება პროფესიონალ გამყიდველად ან ლიდერად. კარგი ის არის, რომ ამ სისტემებში როგორც წესი ჩადებულია სწავლებისა და მხარდაჭერის მექანიზმები, რაც ნებისმიერს აძლევს შანსს, რომ ეს ყველაფერი ისწავლოს. ასე რომ, გეგმა საკმაოდ ნათელია რა, მაგრამ რჩება ერთი საბოლოო კითხვა. ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს გეგმა აიღოს და რეალობად აქციოს? პასუხი რა თქმა უნდა თითოეულ ჩვენგანშია.